გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო, ჩამოვედით ბუდაპეშტის ტურნირიდან. ჩამოვიტანეთ დიდი მასალა. მომდევნო კვირაში დავდებთ უკვე დავიწყებთ მონტაჟს. დაგასპოილეროთ, რა გავაკეთეთ და რა ვქენით იქა? არა, არ გეტყვით. მოდი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ უეჭველი უნდა უყუროთ ვიდეოებს, რომლებიც დაიდება მომავალ კვირაში. მანამდე არხი გამოიწერეთ, ზარისღილაკი ჩართეთ, 15000 გამომწერზე რეები ვიკადრე და ავიდეთ 20-ზე 30-ზე ხვდებით ხო? რეებს ვიკადრებ მერე. დღეს ჩვეულებრივი ტრადიციული უჯარი მოდი გვექნება. ხომ არ იფიქრეთ, რომ ჭადრაკის გამო ამიერიდან მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ვიფიქრებ, უჯარი მოც მივაგდებ და სხვა სპორტსმენებსა და სპორტის სახეობებს აღარ მივაქცევ ყურადღებას. არავითარ შემთხვევაში ფეხბურთი და ქართული სპორტი ისევ იქნება მთავარი პრიორიტეტი. დავიწყოთ, გაგაცნობთ ჭადრაკის სიახლეებს. ორი ქართული სპორტსმენი, ზურა გონგლიაშვილი და გიორგი ჯავახაძე, ბუდაპეშტის ღია ტურნირში ჩაერთვნენ. დანარჩენს დაილოდეთ. ცოტა მერე იქნება ყველაფერი. ახლა მართლა დავიწყოთ. ცოტა დაგვიანებით ხელბურთში ევროპაზე გასვლას გილოცავთ. ძალიან გამახარა თბილისში სავსე დარბაზის ხილვამ. მიხარია რომ მცირე წვლილი ხელბურთის პოპულარიზაციაში ჩვენს არხსაც გვაქვს და მომავალშიც გავაგრძელებთ ხელბურთის წამოქაჩვას. ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა ხელბურთში. A ჯგუფში მოხვდით შვედეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, საქართველო. ვინც ხელბურთში ვერ ერკვევით, გეტყვით რომ დედამოწული ჯგუფია. შვედეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ხორვატია ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გავიდა. ნიდერლანდები რავი, ყველაზე მაღალი ხალხია მსოფლიოში. ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. ჩვენი მიზანი წესით ნიდერლანდების დამარცხება უნდა იყოს, თუმცა არც გრანდებთან ვაპირებთ ტყუილად მოედანზე გასვლას. ევროპის ჩემპიონატი გაიმართება 3 ქვეყანაში, ერთმანეთზე უკეთესებში. დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში. ვიფიქრეთ წავალ უჯარი მოდისთვის ვლოგებს გადავიღებ მეთქი ხელბურთის ევროპაზე, მაგრამ გადავიფიქრე, როცა ვნახე რომ იანვარში იქნება ევროპის ჩემპიონატი. ევროპის ჩემპიონატი იანვარში რატომ უნდა ჩაატარო, არ ვიცი. მესმის რომ კატარში ტარდებოდეს, თქვათ ევროპის ჩემპიონატი, რა პრობლემაა, ფული გადაიხადე. აი კატარში რო იყოს სიტყვაზე და ზაფხულში 50 გრადუსი იყოს ტემპერატურა და რაღაცა და ამიტომ იანვარში ატარებ, მესმის. სკანდინავიაში იანვარში რატომ უნდა ჩაატარო ევროპის ჩემპიონატი? ზოგადად ხელბურთის ევროპის ჩემპიონატები სულ იანვარშია ხოლმე. უბრალოდ აქამდე ეს არ მაღელვებდა, იმიტომ რომ საქართველო ვერ გადიოდა ხოლმე. ახლა მაწუხებს. სოფლიოზე რო გავალთ, მერე შემაწუხებს ის ფაქტი, რომ ხელბურთის სოფლიოც იანვარში ტარდება. ვინმე თუ იცით რა მაფიაა, დაწერეთ კომენტარებში. ChatGPT-ს ვკითხავდი, მაგრამ რაღაც არასწორად წავიდა ჩვენი ურთიერთობა ბოლო დროს, სერიოზულ პასუხებს აღარ მცემს, ყველაფერზე ღადაობს. გონი კავენშიკის სინდრომი აიკიდა. ვინც არ იცით, კავენშიკის სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ყველა სიტუაციაში, ყველა დიალოგში ხუმრობას ცდილობ. როგორ ხარ და ამაზეც რო ცდილობს, რომ სასაცილო ჩაის ჩამბალის უხარებით რაღაც. ეგ არის კავენშიკის სინდრომი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს იხუმროს. ძირითადად ნაკლებად ნიჭიერ იუმორისტებს ემართებათ ხოლმე ეს სინდრომი. ხო და ეგრეა ახლა ჩემი ChatGPT-ც, ამიტომ თქვენ გამაგებინეთ იანვარში რატოა ხელბურთის მსოფლიო და ევროპა. ჩემი ვერსიაა, რომ ვინაიდან ხელბურთს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს აუდიტორია შვედეთში, ნორვეგიაში, დანიაში, გერმანიაში და ზოგადად ცივ ქვეყნებში. იანვარში გარეთ მაინც ვერ გადიან და სახლში თბილად ჩაფუფუნდებიან, საყვარელ სპორტს ჩართავენ, უყურებენ, ანუ ითვალისწინებენ მათ ინტერესებს. ჩემი აზრით. იმიტომ რომ ზაფხული ხო ისედაც წელიწადში 4 დღე აქვთ და ხელბურთზე არ უნდათ გახარჯონ ეს ზაფხულის დღეები და იანვარში თამაშობენ. თან შვედეთში რო ხარ, წინასწარ არ იცი ზაფხული რომელ დღეს გექნება.
შარშან ზაფხული მაგალითად სამშაბათს ჰქონდათ, წელს შეიძლება პარასკევი მოუწიოს. ამიტომ ვერ გეგმავ რა და იანვარში იქნება. ეს არის ჩემი ვერსია, ვინც სიმართლე იცით, კომენტარებში დაგვიწერეთ. მოკლედ წარმატება ჩვენს ხელბურთელებს და გადავიდეთ ფეხბურთზე. 2024-25 წლების სეზონი ისტორიაში შევა როგორც სასწაულების სეზონი. ამ სეზონში მოხდა თითქმის ყველაფერი, რაც აქამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ჰარი კეინმა მოიგო ტიტული, ტოტენჰემმა მოიგო ტიტული, კრისტალ პალასმა ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო, რეალმა ვერაფერი მოიგო, სასწაულების წელია. ტოტენჰემს გულწრფელად ვულოცავ ევროპის ლიგის მოგებას, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერის აქციონერი ვარ, ტოტენჰემის ჩემპიონობა არ მწყენია. ყოველთვის ძალიან სიმპათიური გუნდი იყო ტოტენჰემი, ყოველთვის ყავდათ ისეთი ფეხბურთელები, აი ფეხბურთს რო ალამაზებენ და გაყვარებენ ეგეთი ხალხი, ხო და ჩემი აზრით ტოტენჰემაც უნდა გაიხაროს ხოლმე. ტოტენჰემის უკანასკნელ ევროტიტულს არათუ არ მოვსწრები ვარ, შანსიც კი არ მქონია. ჩემს დაბადებამდე 5 წლით ადრე მოიგეს ბოლოს ევროტიტული. აი 87-ში რომ მოეგოთ, ან 88-ში, ვიტყოდი რომ აი ცოტა აუცდი რა, 99-ში ხო დავიბადე, აი ცოტა ადრე რომ დავბადებულიყავი, მოვესწრებოდი, მაგრამ არა, შანსიც არ მქონია 94-ში მოიგეს ბოლო ევროტიტული. ტოტენჰემის Facebook-მა დადო ეს ფოტო. 0 დღე მას შემდეგ რაც ტოტენჰემმა ტიტული მოიგო, ეგეთი მიმი დადეს და გადაობენ სულ მიმები უდებთ Facebook-ზე რა, ჩვეულებრივი ის არის რა, იუმორისტულ პეიჯად არის გადაკეთებული. როგორ არ უნდა გაგეხარდეს ახლა ამათი ჩემპიონობა. როგორ ჩანს, ჰარი კეინის წევლა რომ მოიხსნა, ავტომატურად მოიხსნა ყველა წევლა. სხვა ყველა დანარჩენი წევლა მოიხსნა ჰარი კეინის წევლის მოხსნით. ტოტენჰემის წევლაც, კრისტალ პალასის წევლაც, კრისტალ პალასი 119 წელი ელოდა ამ ტიტულს. 119 წელი. 1905 წელს ვაჟა ფშაველამ მიმართა რუსეთს. ესეთი სიტყვებით. მოგშორდი წადი, ნუ თუ თვით არ აღგრძნობ ღირსი არ ახარ აქ ყოფნისა. თქვა ვაჟამ 1905 წელს. ამ წელს დაარსდა კრისტალ პალასი და წელს მოიგეს პირველი ტიტული. იმედია როგორც კრისტალ პალასი ელოდებოდა 119 წელი თავის ოცნებას, ჩვენ ვაჟას ოცნებაც ესე ახდება 119 წლის შემდეგ მალე. აქამდე ყველაზე დიდი ტიტული, რაც კრისტალ პალასს ჰქონდა, მოგებული იყო ომის ლიგის სამხრეთი D ჩემპიონობა. მართლა? Wartime South D League. ეგ ჰქონდა ყველაზე დიდი ტიტული რა კრისტალ პალასს. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩემპიონატები რო გაჩერდა, ინგლისში მოხდეს ომის ლიგა. ომის დროის ლიგა ეგრე ერქვა რა. ბიჭო, ამის ჩატარება თუ შეგიძლია, ბარ ჩვეულებ რაც ქონდა ის გაგეგრძელებინა, ამ ცალკე ომის ლიგა რა იყო, რომ მაშინ იყო ბუნკერში ტარდება, არ ვიცი, მაგას გავარკვევ. და მოკლედ ინგლისში მოხდეს ომის ლიგა და ამ ომის ლიგის სამხრეთი D დივიზიონი მოიგო კრისტალ პალასმა 1940 წელს. ეს არის ყველაზე ისეთი წარმატება და ეხა მოიგეს თასი. როგორ არ უნდა გაგიხარდეს ამათი ტიტული, აი როგორ ბოროტი ადამიანი უნდა იყო, რომ ეს არ გაგიხარდეს რა. ნუ თუ რა თქმა უნდა სიტის გულშემატკივარი არ ხარ. რადგან 20-24-25 სეზონი წევლების მოხსნის სეზონია, იმეც ვიტოვებ, რომ წელს რომელიმე ქართული კლუბი ითამაშებს ევროტურნირის ძირითად ეტაპზე. ეგეთი წელია, ყველაფერი ხდება. ნუ წელს თუ არა, უახლოეს მომავალში. უახლოეს მომავალში მაინც, იმიტომ რომ იქ თრო ინგლისში წევლა მოიხსნა, ჩვენამდე ხო დრო უნდა რომ ჩამოვიდეს ეგ ამბავიც რა და უახლოეს მომავალში. რადგან წელს წევლების მოხსნის სეზონია, წესით ჩემპიონთა ლიგა პარი სენ-ჟერმენმა უნდა მოიგოს. წელს ხო ყველა რაღაცას იგებს პირველად ისტორიაში და პლუს კვარას ფაქტორი, საუკეთესო წევლის მომხსნელი ფეხბურთის ისტორიაში. კაცმა ნაპოლის სკუდეტოს წევლა მოხსნა და საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპაზე გავიდა. აი, ამაზე, აი, ვის შეუძლია ეგეთი რაღაცის გაკეთება? მოკლედ, ყველანაირი არაფერზე დაფუძნებული ლოგიკა მიუთითებს, რომ ლიგა პარიზში უნდა წავიდეს. თუმცა მანამდე საფრანგეთის თასის ფინალია, რომელიც უეჭველი მოსაგებია, წელს ვწურავთ კვარას საფრანგეთის ჩემპიონობას, თასს, ჩემპიონთა ლიგას, სერია A-ს ჩემპიონობას და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობას.
სერიაში დიდი ამბავია, ბოლო ტურში გაირკვევა ჩემპიონი. 37 ტურში ნაპოლიმ მაგარი საჩუქარი გაუკეთა ინტერს, პარმას ვერ მოუგო და ინტერს გადასწრების შანსი ჰქონდა, მაგრამ ინტერმაც დაკარგა ფულები. არ გდომებიათ ბიძია თქვენ ჩემპიონობა განაცხადა არქივამ ინტერის დაკარგულ ფულებზე. შეგიძლიათ ეგეთი შანსი გქონდათ პირველზე გადასულიყვნენ ბოლო ტურის წინ და არ დომებიათ და შეგიძლიათ რომელიმე სპორტულმა საიტმა გაანიუსოთ არქივას განცხადება ესეთ სათაურად არ გდომებიათ ბიძია თქვენ ჩემპიონობა და ინტერის ლოგო. აქ ლოგიკურად უნდა გადავსულიყავი რუბრიკაზე ქართული სპორტის პრესის მიმოხილვა, თუმცა მოდი დღეს ვქონდეს სტატისტიკის მოყვარულთათვის. რუბრიკა სტატისტიკის მოყვარულთათვის. ვოიცეხ შესნიმ კარიერის დასრულების შემდეგ უფრო მეტი ტიტული მოიგო ვიდრე ჰარი კეინმა კარიერაში. კარიერის დასრულების შემდეგ შესნიმ მოიგო ლა ლიგა, კოპა დელ რეი, სუპერთასი. წელს 3 ტიტული მოიგო, დაასრულა კარიერა, მერე დაუძახეს მეკარებ ტრავმა მიიღო და მოაბრუნეს და 3 ტიტული მოიგო. ეგ არის კაცი. მიმდინარე სეზონში ქართველებმა ტოპ ლიგებში 31 გოლით მეტი გაიტანეს, ვიდრე 20-21, 20-22 წლების სეზონში. წელს 31 გოლი გავიტანეთ, 20-21-22-ში 0. მას შემდეგ რაც ნიუ-იორკ ნიქსის აქციები ვიყიდე, ნიუ-იორკი პირველად გავიდა კონფერენციის ფინალში. პირველად 2000 წლის შემდეგ, 25 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ კონფერენციის ფინალში. მას შემდეგ რაც აქციები შევიძინე. მანჩესტერსაც რომ მოეგო ევროპის ლიგა, მართლა ვიფიქრებდი, რომ ჩემი მხრიდან აქციების ყიდვა რამე შუაშია. რადგან მანჩესტერის აქციებიც მაქვს და არაფერი ეშველათ. ნიუ-იორკის წარმატება ალბათ უფრო ჯეილენ ბრანსონისა და კარლ ენტონი თაუნსის დამსახურება არის, ვიდრე ჩემი აქციების. ალბათ. ლაუტარო მარტინესი აზერბაიჯანის მოქალაქეობას თუ მიიღებს, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში კავკასიის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იქნება. ქართველი, სომეხი და თურქი არიან ისედაც. აზერბაიჯანელი აკლია, ვინმე თუ მიიღებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას, მთელი კავკასია ვიქნებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმოდგენილი. თან სკამზე რუსი და ირანელი მოთამაშეებიც კი იქნებიან. ანეკდოტს აფუჭებს მარტო ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანელი მოთამაშე არ არის არცეთ გუნდში. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფინალია, რომელშიც კავკასიელი მეტი იქნება, ვიდრე ბრაზილიელი. ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი იქნება, რომელშიც კავკასიელი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ბრაზილიელი, არგენტინელი, გერმანელი და ინგლისელი ერთად. გონი მოვიდა დრო UEFA-ს შტაბ-ბინის წინ, ერთი კაი ლეზგინკა დავცხოთ. ოპა! მეტი სტატისტიკა აღარ მაქვს. სამაგიეროდ მაისური მაქვს გასათამაშებელი. რაღაცებს ვალაგებდი და თურმე კიდევ მქონია ასეთი. თან საქართველოს ნაკრების თამაშები ახლოვდება, ამხანაგურები, მაგრამ მაინც. და ეს მაისური ერთხელ უკვე გავათამაშეთ ჩვენ, მეგონა რომ მეტი აღარ მქონდა, თურმე მქონია. ეს არის საქართველოს ნაკრების პირველი მაისური ცხოვრებაში, რაც გვეცვა. მისი რეპლიკა. ცუდია? არ არის. ესეთი პირველი მაისური, მაშინ ფინანსურად საქართველოს არ უხინდა, შესაბამისად ეს იყო მაისური, რომელიც პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს ეცვა და გავათამაშებ დიდი სიამოვნებით. ზომა. შენ რო არ დაგჭენოდა? ზომა არ ვიცი, მაგრამ ზრდასრული ადამიანის მაისურია და კომენტარებში დაწერეთ, რაც გაგიხარდებათ. ჩემი და რენდომაიზერის შეურაცხყოფის გარდა ნებისმიერი რამე დაწერეთ, იმიტომ რომ მე და რენდომაიზერმა უნდა ამოვარჩიოთ კომენტარებიდან გამარჯვებული. ნეპოტაიზერი, ნეპოტიზმით რო აკეთებს. აუ, რა კაი სტარტაპია. აუ, ქართული YouTube-ისთვის იქნება იდეალური. ძალიან მაგარი იდეაა. ვის შეიძლება მივმართოთ ამ იდეით?
კომპანიას ნეპოტიზმი და მოკლედ, დაწერეთ კომენტარები და გამოვავლენთ გამარჯვებულს და არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, ზარეზღილაკი ჩართეთ. კაი იდეები მაქვს და მალე ავიდეთ 20,000 გამომწერზე. აბა დროებით შევხვდებით ბუდაპეშტის ვიდეოში.